ჩვენს ორგანიზმში, რა მიგვანიშნებს D-ვიტამინის ნაკლებობაზე და რა არის D-ვიტამინის დღიური რეკომენდაცია. ამ თემაზე ენდოკრინოლოგ თამარ ნემსაძესთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. დილამშვიდობის და მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. მოდით დავიწყოთ პირველად იმითი, თუ რა არის ზოგადად D-ვიტამინი. ზოგადად ვიტყვი იმას, რომ თქვენს მიერ შერჩეული თემა საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანია, სწორედ აი ამ პერიოდისთვის, ზამთრის პერიოდისთვის, ვინაიდან მოგახსენებათ, რომ ჩვენი გარემო პირობების და გამო ვერ ხდება სრულფასოვნად ორგანიზმის ადეკვატური დაკმაყოფილება D-ვიტამინით, ამიტომ აი დანამატი სახით მიიღება სწორედ ამ პერიოდში ხოლმე მნიშვნელოვანი და ალბათ საზოგადოებისთვის მეტად ინფორმაციის მიმცემი იქნება ეს საკითხი სწორედ ამ პერიოდში. ახლა გარემო პირობებში, მოდი ეს ვთქვათ, გარემო პირობებში რა იგულისხმება, ანუ რატო ვერ იღებს ჩვენი ორგანიზმი D-ვიტამინს? კი, ანუ ზოგადად D-ვიტამინის დეფიციტზე როცა ვსაუბრობთ, ხომ, საკმაოდ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს განმაპირობებელი, მაგრამ ერთ-ერთი არის ხოლმე თქვათ სეზონურობა, რაშიც მოიაზრება ზამთრის სეზონი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ამ დროს დღის მონაკვეთი არის მეტად შემცირებული, მზის სხივების რაოდენობაც არის შემცირებული და შესაბამისად ჩვენს ორგანიზმში D-ვიტამინის საჭირო რაოდენობით არ წარმოიქმნება. მაგრამ ეხლა რაც შეეხება უშუალოდ D-ვიტამინს, რომ გავუმარტოთ საზოგადოებას, D-ვიტამინი ეს არის ცხიმში ხსნა D-ვიტამინების კომპლექსი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს როგორც ერგოკალციფეროლს, მაგალითად ვიტამინი D2, ასევე ქოლიკალციფეროლი ვიტამინი D3. აი D3 არის, ხო, ვიტამინი D3 არის სწორედ ის ვიტამინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს და ხდება ორი გზით ჩვენს ორგანიზმში მისი წარმოქმნა. ეს არის ენდოგენური და ეგზოგენური გზა. რა არის ეგზოგენური გზა? ეგზოგენური გზა არის, როდესაც D-ვიტამინით გამდიდრებული საკვები პროდუქტებით ჩვენ მივიღებთ ამ D-ვიტამინს. რაც შეეხება ენდოგენურს, ეს არის სწორედ ის, როცა ულტრაისფერი სხივების ზემოქმედებით ჩვენს კანში სინთეზირდება D-ვიტამინი. ანუ მზისგან რომ ვიღებთ სამინდ. მაგრამ როგორც საკვებიდან მიღებული, ასევე მზისგან სინთეზირებული D-ვიტამინი არ წარმოადგენს აქტიურ ფორმას და ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ღვიძლში და თირკმელში გადის მთელ რიგ გარდაქმნილ პროცესებს, რის შემდეგაც ყალიბდება მისი აქტიური ფორმა და ებმება მთელ რიგ სიმპტომო კომპლექსში. აი D3 ხო? მაგალითად არის უმნიშვნელოვანესი დაუშვათ ჩვენი ორგანიზმისთვის. კონკრეტულად რა მნიშვნელობის მატარებელია? ასრულებს ხო? ზოგადად D-ვიტამინი მოქმედებს უჯრედულ გენომზე, უჯრედის განვითარებაზე, ნერვული იმპულსის გადაცემაზე და ასე შემდეგ, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია, ხო, ანუ ფუნქციები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ მის ძირითად ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე რო ვისაუბროთ, ეს არის ჩვენ ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ადეკვატური შეწოვა. ანუ ჩვენს მიერ მიღებული საკვებიდან და შემდგომ უკვე ნაწლავებიდან უნდა მოხდეს უშუალოდ ამ კალციუმის შეწოვა. როდესაც D-ვიტამინი გვაქვს მცირე რაოდენობით, ვეღარ ხდება ადეკვატურად კალციუმის შეწოვა და შესაბამისად თავს იჩენს ხოლმე მთელი რიგი სიმპტომო კომპლექსი, მაგალითად რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც კალციუმის ნაკლებობასთან და ნუ ახლა რა არის გავაგრძელოთ თქვათ ხო სიმპტომო კომპლექსები. ზოგადად ანუ ვინაიდან კალციუმი არის მინერალი, რომელიც აუცილებელია კუნთის შეკუმშვისთვის, ნერვული იმპულსის გადაცემისთვის, შესაბამისად და მასზე D-ვიტამინი მოქმედებს ხო, რომ შევიწევოთ ეს კალციუმი. საბოლოო ჯამში ესე გამოდის, რომ როგორც თქვათ ბავშვთა ასაკში ძლოვანი ქსოვილის დაგანვითარებისთვის, ასევე უკვე ზრდასრულობაში იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს უკვე ეს ძლოვანი ქსოვილის მასა და სიმკვრივე, D-ვიტამინი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ვიტამინს, იმიტომ რომ თუ არ არის თქვათ D-ვიტამინი ადეკვატური რაოდენობით, ბავშვთა ასაკში ალბათ გსმენიათ დაავადება, სისტემური დაავადება რაქიტი. რომლის დროსაც აღინიშნება მაგალითად ხერხემლის და ქვედაკიდურების დეფორმაცია და უკვე ზრდასრულობის ასაკში სმენიათ დაავადება ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, რომლის დროსაც ესე იგი ხდება ძლოვანი ქსოვილის გამყიფება და უარეს შემთხვევაში უკვე მივდივართ ხოლმე პათოლოგიურ მოტეხილობასთან. ანუ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კალციუმი ვერ შეიწოვა ჩვენ ორგანიზმმა. ჩვენ ორგანიზმში D-ვიტამინის ნაკლებობის გამო ნაწლავებიდან კალციუმი ვერ შეიწოვება საჭირო რაოდენობით. შემდგომ უკვე ორგანიზმი ფიქრობს იმას, რომ საიდან მოვიყვანო ეს კალციუმი სისხლში საჭირო რაოდენობაზე, ხო? ამიტომ კალციუმის დეპო არის ჩვენი ძვლები. და სწორედ აი ძვლებიდან ხდება შემდგომ უკვე გადასროლა ისევ სისხლში, რის ხარჯზეც მყიფდება ძვალი. რა საინტერესოდ აღწერეთ ახლა ეს ყველაფერი და ისე გასაგებად აღწერეთ, რაც თავი. ფოსფორიც ახსენეთ თუმცა. დიახ, ანუ ფოსფორი, ანუ სწორედ ეს ფოსფორი და კალციუმი ერთად არის ძვლის სიმტკიცის მარკერები მთავარი.
პლუს ამას თვითონ D ვიტამინი, ვინაიდან მოგახსენეთ, რომ საკმაოდ მრავალი ფუნქციით გამორჩევა, სიმპტომო კომპლექსით საკმაოდ მრავალფეროვანია. შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთი ზოგადი ნიშნები, როგორც არის თქვა საერთო სისუსტე, ძილიანობა, უენერგიობა, თმისცვენა. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს იმუნიტეტის დაქვეითება, ვინაიდან D ვიტამინი უშუალო გავლენის მქონე არის იმუნურ სისტემაზე. ასევე შესაძლებელია აღინიშნებოდეს ძვლების ტკივილი, კუნთების ტკივილი, კიდურების დაბუჟება და ასე შემდეგ. რატომ შეიძლება იყოს D ვიტამინის დეფიციტი? გულისხმობ იმას, რომ ყველას შეიძლება არ ქონდეს, ხო? არიან თუ არა ადამიანები, ვისაც უფრო მეტად შეიძლება ქონდეთ მიდრეკილება D ვიტამინის ნაკლებობისკენ და აი რა გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს? ეს ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ზოგადად როცა ჩვენ ვთქვათ D ვიტამინის დეფიციტზე ვსაუბრობთ, ხომ, აქ არ მოიაზრება მარტო ის, რომ შეიძლება ვთქვათ მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ დავყომდეთ და ამიტომ არ დასინთეზირდეს D ვიტამინი, ან უბრალოდ საკვები პროდუქტები ვერ მივიღოთ ადეკვატური რაოდენობით. აქ არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც არის ხოლმე გასათვალისწინებელი. მაგალითად, ერთ-ერთი დავიწყოთ ულტრაისფერის სხივების სიმცირე და რა მოიაზრება ამაში. მაგალითად, თუნდაც ის სეზონურობა, რაც თავში ვახსენეთ, როდესაც არის ზამთრის სეზონი და ისედაც ულტრაისფერის სხივების ნაკლებობაა. მეორე, მაგალითად, ჩვენი სამუშაო წესი, ხო? ანუ მუშაობთ ყოველთვის რაღაც დახურულ შენობაში, ვერ ხვდებით გარეთ, ან უბრალოდ ვართ დიასახლისი და მუდმივად სახლში ვიმყოფებით, ხო? გარდა ამისა, შეიძლება იყოს მაგალითად კანის ფერი. მოგეხსენებათ, რომ ფერადკანიანებში და შავკანიანებში D ვიტამინის ნაკლებობა უფრო გამოვლინდება, ვიდრე თეთრკანიანებში. ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს. გსმენიათ ალბათ პიგმენტი მელანინი, რომელიც ჩვენი კანის ფერს განსაზღვრავს, ხო? და სწორედ ვინაიდან მელანინი დიდი რაოდენობით არის ფერად და შავკანიანებში, ის ბლოკავს ულტრაისფერის სხივების ზეგავლენით D ვიტამინის სინთეზს ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად საკმაოდ მრავალი კვლევებიც არის ჩატარებული, რომ თეთრკანიანი და შავკანიანი დეფიციტის მქონე ადამიანები, რომელთაც შემდგომ უკვე მოხდა მათი ექსპოზირება მზის ქვეშ, თეთრკანიანს თუ მოიმატა და ეს D ვიტამინის დეფიციტი აღმოიფხვრა, შავკანიანთან ისევ იგივე პრობლემა დარჩა. პლუს ამას თავის მხრივ, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს თვითონ უშუალოდ კუჭნაწლავის მხრივ პრობლემები, ხო? შეიძლება მე მივირთმევდი ადეკვატური რაოდენობით D ვიტამინს, მაგრამ ჩემი კუჭნაწლავის მიერ არ შეიწოვებოდეს. არის მთელი რიგი მალაბსორბციული დაავადებები. პლუს ამას მაგალითად დღეისათვის საკმაოდ პოპულარული ბარიატრიული ოპერაცია, ოღონდ აქ ვთქვათ, საქმე ეხება ბაიპასის ტიპს, რომლის დროსაც უშუალოდ ნაწლავზე ხდება შეხება. მაგალითად ადამიანები, რომლებსაც მოკლე ნაწლავი აქვთ და ასე შემდეგ, ანუ ამ ყველაფრის დროს დარღვეული არის D ვიტამინის შეწოვა. ასევე თავის მხრივ, როგორც დასაწყისში ვახსენე, როდესაც ჩვენ D ვიტამინს მივიღებთ, შემდეგ აუცილებელია მისი გარდაქმნა, ხო, ღვიძლში და თირკმელში, რომ მისი აქტიური ფორმა ჩამოყალიბდეს. თუ ვთქვათ, აი ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები ან თირკმლის დაავადებები, ფაქტიურად D ვიტამინის გარდაქმნა დაბლოკილია, ხო, ისე სრულფასოვნად ვეღარ ხდება, ამიტომ ასეთ პაციენტებსაც შეიძლება ჰქონდეთ D ვიტამინის დეფიციტი. ასევე შეიძლება იყოს მთელი რიგი პრეპარატები, რასაც მივიღებთ, მაგალითად კუჭის დამცავი, ხო, მაგალითად ანტიფუნგალური, ანუ სოკოსაწინააღმდეგო მკურნალობის დროს, ასევე მაგალითად ჭარბწონიან ადამიანებში არის მცენარეული საშუალებები, რაც ვთქვათ, ხელს უშლის ცხიმის შეწოვას და ვინაიდან D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, აი ესეთი პრეპარატების ზემოქმედებით მისი შეწოვა, ასე ვთქვათ, ირღვევა ხოლმე. სხვა ვიტამინებთან თუ აქვს ურთიერთქმედება, მაგალითად სხვა ვიტამინები თუ არის თუ არ არის იმ ზღვარზე, რომელიც როგორც უნდა იყოს, თუ მოქმედებს D ვიტამინი. არის D ვიტამინს და ესე ცალსახად სხვა ვიტამინების შეწოვა ვერ იმოქმედებს. როგორ უნდა აღმოვაჩინოთ და როდის უნდა დავიწყოთ ზრუნვა D ვიტამინზე? ესე რომ ვთქვათ, აი როდის უნდა დავიწყოთ უკვე გადამოწმება ჩვენი D ვიტამინის ზღვარის? რა თქმა უნდა, ნახეთ, ანუ ერთი არის, რომ ვთქვათ, შეიძლება მე მაწუხებდეს ეს მთელი რიგი სიმპტომო კომპლექსი, რაც ჩამოვთვალეთ, მაგრამ აქვე მინდა ხაზზე გავუსვა იმას, რომ ის რაღაც მაგალითად ვთქვათ, მე შეიძლება თმისცვენა მქონდეს ან უენერგიობა, არ ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს D ვიტამინის დეფიციტი და არარაციონალურად მივიღოთ თვითნებურად D ვიტამინი, ხო? იმიტომ რომ აქ მხოლოდ საუბარი არ არის ხოლმე იმაზე, რომ შეიძლება იყოს D ვიტამინის დეფიციტი, პირიქით შეიძლება გამვითარდეს D ვიტამინის სიჭარბე, რასაც უკვე ტოქსიურ დოზას უწოდებთ ჩვენ ორგანიზმისათვის და რა სიწვევს, ხო? აი, რაც ჩამოვთვალეთ, ვთქვათ, ის, რომ D ვიტამინის ნაკლებობის დროს კალციუმი ვეღარ შეიწოვება სრულფასოვნად და ის თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, აი ამ დროს გაძლიერებულად ხდება კალციუმის შეწოვა.
სისხლში აღინიშნება ჰიპერკალციემია, ანუ კალციუმი არის მომატებული რაოდენობით და მაგალითად ერთ-ერთი მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ადამიანს, რომელსაც მიდრეკილება აქვს, ისედაც თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებისკენ, კალციუმი არის მინერალი, რომელიც ხელს უწყობს კენჭების ჩამოყალიბებას. ამიტომ ესეთ ადამიანში შეიძლება ჩამოყალიბდეს თირკმლის კენჭები, შეიძლება აღინიშნებოდეს მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, წნევის მომატება და ასე შემდეგ. ამიტომ არის რეფერენს დოზები, კონცენტრაცია ამ D ვიტამინისთვის, რომელიც მუდმივად უნდა გაკონტროლდეს და თუ მაგალითად 150 ნანოგრამ მილilitrზე მეტი D ვიტამინი აღნიშნება ანალიზის დროს, ეს უკვე არის ტოქსიური დოზა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა ჩაერთოს სპეციალისტი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალიან გადავედი, ასე რომ ვთქვათ, D ვიტამინის დეფიციტი, როდესაც აღინიშნება, ანუ ესეც რა თქმა უნდა განისაზღვრება ანალიზით, ხო? აუცილებელია პირველ რიგში ჯერ დეფიციტია, უკმარისობა თუ მოსაზღვრე რაოდენობა ის განისაზღვროს და შემდგომ უკვე უნდა გავითვალისწინოთ რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ანუ აქ მნიშვნელოვანია როგორც ბავშვთა ასაკი, პატარა ბავშვები, მნიშვნელოვანია ვთქვათ როგორც მეძუძურობა, ორსულობა, ასევე მოხუცთა ასაკი. არის თუ არა მიდრეკილება კონკრეტულ პერიოდებში, ვთქვათ, თუნდაც ასაკთან დაკავშირებით, აი თუნდაც ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დანაკარგის. ნახეთ როგორი რაღაც არის ზოგადად ვინაიდან აი მაგალითად 65 წლის ზემოთ რომ ავიღოთ ადამიანები, ხო? ეს ის პერიოდია, როდესაც თუნდაც ადამიანი იმდენად ფიზიკურად აქტიური ვეღარ არის, ხო? ვეღარც გარეთ გადის, ან თუ ვთქვათ ხანდაზმულებს შევხედავთ, მათ ხშირად უფრო გრძელმკლავიან ტანსაცმელს ატარებენ, ხო? შესაბამისად ეს როდესაც შეიძლება მზეზე იყვნენ, მაგრამ უშუალო კავშირი ჩვენს სხეულზე არ ხდება, ამიტომ სინთეზიც კანის მხრიდან არ ხდება. ანუ მაგალითად შესავალში დამოვიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ზოგადად როცა ჩვენ საკვებით ვიღებთ D ვიტამინს, ხო? ეს მხოლოდ დაახლოებით საჭირო რაოდენობის 1/5-ს ქმნის ჩვენს ორგანიზმში, დარჩენილი 4/5, ანუ პირობითად 80% ეს რო ავიღოთ, მხოლოდ და მხოლოდ D ვიტამინი წარმოიქმნება მზის ულტრაისფერის სხივების ზეგავლენით. შესაბამისად, ისეთი ადამიანები და მათ შორის ახლა ხანდაზმულები, ვინც თქვა ხშირად აღარ არიან მზეზე, ატარებენ გრძელმკლავიანს, შენელებულია მეტაბოლიზმი მათში და შემცირებულია კანში D ვიტამინის სინთეზი, რა თქმა უნდა, ისინი უკვე წარმოადგენენ საყურადღებო ჯგუფს, რომ აქ უშუალოდ საპროფილაქტიკოდ და არა სამკურნალოდ და დაველოდოთ თქვა D ვიტამინის ნიშნების გამოვლენებას შევსებულ იქნას D ვიტამინი ადეკვატური რაოდენობით. ასევე არის ვთქვათ ლაქტაციის დროს მოგახსენებათ რომ დედის რძე ძალიან წირი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს, ეს დაახლოებით 25 საერთაშორისო ერთეული არის. ამიტომ აი ძალიან მიხარია ის რომ ბოლო პერიოდში ახალშობილებში პედიატრები ანუ აქტიურად მოუწოდებენ მშობლებს რომ ჩართული იყოს დღიურ რაციონში ეს დამატებითი დანამატის სახით D ვიტამინი, ვინაიდან სწორედ ამან უზრუნველყო ის რომ თითქმის ანუ ძალიან დიდი შემცირება სტატისტიკურად მოხდა ისეთი დაავადების გამოვლენებისა, როგორც არის რაქიტი, ხო? იმიტომ რომ სწორედ აი ბავშვებში საპროფილაქტიკო დოზა 400 საერთაშორისო ერთეული არის განსაზღვრული, რომ ყოველდღიურად 1 წლამდე მიიღონ ბავშვებმა. აი, 1 წლის შემდეგ რა ხდება? იმიტომ რომ არის ასთა სხვადასხვაობა, მაინც არ ვიცი, ჩემ ოჯახში მაგალითად იყო ეს თემა, რომ უნდა გაგრძელდეს D ვიტამინის მიღება იმ პერიოდში, როდესაც მზე არ არის ესეთი აქტიური, ხო? როგორ უნდა მიიღოს მშობელმა გადაწყვეტილება და რა არის დღიური აი ეს ნორმა, რომელიც D ვიტამინის უნდა იყოს მიღებული? კი, ზოგადად ჩვენ როცა D ვიტამინის შევსებაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა გამოვყოთ ხოლმე სამკურნალო დოზაზე ვსაუბრობთ თუ შემანარჩუნებელზე თუ საპროფილაქტიკოზე, ხო? ანუ ვისაც თქვა აქვს D ვიტამინის დეფიციტი, რა თქმა უნდა, ჯერ ვიწყებთ სამკურნალო დარტყმითი დოზებით. შემდეგ უკვე გადავდივართ შენარჩუნებაზე. შესაბამისად, აი ესეთ ასაკობრივ ჯგუფებში არის გამოყოფილი სამედიცინო ორგანიზაციების მიერ დღიური საჭიროება ამ D ვიტამინისა და სწორედ აი როგორც მაგალითად 1 წლამდე საპროფილაქტიკო დოზა არის 400 საერთაშორისო ერთეული, შემდეგ უკვე 18 წლამდე განისაზღვრება მისი რაოდენობა. ეს არის 1000 საერთაშორისო ერთეული და შემდგომ უკვე 18 წლის ზემოთ საპროფილაქტიკო, ანუ ეს შემანარჩუნებელი დოზა არის 2000 საერთაშორისო ერთეული. რა თქმა უნდა, ეს იცვლება უკვე სამკურნალო დოზებზე, როცა ვსაუბრობთ D ვიტამინის დეფიციტზე, მაგრამ შემანარჩუნებელი და საპროფილაქტიკო დოზები განსაზღვრული არის და აუცილებელია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ოქტომბრის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე, ანუ ეს პერიოდი მთლიანად როცა
ეს მთელი რიგი ფაქტორები, გარემო ფაქტორები, რაც მოქმედებს, ჩანაცვლებული გქონდეს D ვიტამინი დანამატის სახით. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს და არა თვითნებურად. კი, რა თქმა უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით, მაგრამ აი ზოგადად ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს ვურჩიოთ ის თუნდაც საკვები პროდუქტები ან როგორ უნდა მოიქცეს, რითიც თუნდაც შეივსებს იმ დღიურ საპროფილაქტიკო დოზას, რაც საჭირო არის, ხო? მაგალითად, თუ მე ყოველდღიურად შევძლებ იმას, რომ 5 წუთიდან 20 წუთამდე მზეზე გავიდე, ოღონდ არა ისე რომ ვთქვათ ბატარო მზის დამცავი სახეზე და არ იყოს ჩემი სხეულის რამდენიმე უბანი გამოჩენილი რომ მოხდეს სინთეზი, თუ აი ესე მოვახდენ ვთქვათ ექსპოზირებას მზის ქვეშ და მივიღებ ისეთ საკვებ პროდუქტებს, როგორც არის მაგალითად თევზი, ხო, ვთქვათ კვერცხი, მაგრამ აქაც უნდა განისაზღვროს ის, რომ ზოგადად D ვიტამინის მდიდარი პროდუქტების რაოდენობა საკმაოდ მწირია, ხო? ფაქტიურად მხოლოდ თევზში და კვერცხში გვხვდება და ასევე არის სოკოს რამდენიმე სახეობა, რომელსაც თქვენ წარმოიდგინეთ როგორც ცხოველურ პროდუქტს და ადამიანს შესწევს უნარი რომ ულტრაისფერის სხივი დაასინთეზიროს D ვიტამინი, თურმე სოკოებსაც შეუძლიათ დაასინთეზირონ D ვიტამინი. მაგრამ იმისით ხო პროდუქტები არ არსებობენ, ეს პროდუქტები არ არსებობენ, მაგრამ ამ პროდუქტებთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების მიღება, რომელიც გამდიდრებულია კალციუმით. ვინაიდან სწორედ კალციუმის შეწევას უზრუნველყოფს D ვიტამინი, ხო, მისი მთავარი ძირითადი ფუნქცია მაინც კალციუმის გარშემო ხომტრიალებს. ამიტომ მე თუ მივიღებ ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომელიც მდიდარია კალციუმით, ეს არის ცის პროდუქტები, პორტოხალი, სპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, მარცვლეული და ასე შემდეგ. აი ამ D ვიტამინის შემცველ პროდუქტთან და მზის ქვეშ ექსპოზირების შემდეგ, ანუ მომცემს იმ საჭირო რაოდენობას, თქვათ, რაც საჭირო იქნება აი ამ ზაფხულის და ადრეული შემოდგომის პერიოდში. თუმცა როგორც ვახსენე, ანუ ამ გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულამდე აუცილებელია საპროფილაქტიკო დოზის ჩართვა. თუ არის პროდუქტები, რომელიც პირიქით ცუდად მოქმედებს, მოკლედ D ვიტამინის მიღებაზე. გვიშლის ხელს D ვიტამინის მიღებაში. უშუალოდ საკვები პროდუქტები, რა თქმა უნდა, ესე არ არის, მაგრამ როგორც ვახსენე, წაღან მთელი რიგი პრეპარატები შეიძლება ჩაითვალოს D ვიტამინის ხელშემშლელ ფაქტორად, რომ შეიწოვოს. არა მარტო პროდუქტები, მაგალითად მოგეხსენებათ საკმაოდ ეპიდემიური დაავადება სიმსუქნე, რომლის დროსაც ფაქტიურად D ვიტამინს როგორც ხაფანგში ცხიმოვანი ქსოვილი ისე აბამს და ხელს უშლის მის შეწევას. ამიტომ ჭარბწონიანი ადამიანები სხვა რისკ ჯგუფებთან ერთად მიდრეკილი არიან ხოლმე D ვიტამინის დეფიციტისაკენ. აი დილემის წინაშე ვართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ხო? ერთი არის რომ აქტიურ სეზონზეც, პასიურ მზე, როდესაც პასიურია ამ სეზონზეც მზისგან დამცავის გამოყენებას ვცდილობთ, იმიტომ რომ დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი, ხო? მზის მავნე სხივებისგან. ამავდროულად D ვიტამინიც გვჭირდება, რომელიც არის პირდაპირ მზისგან, ხო? მიღებული. როგორ უნდა დავიცვათ ეს ბალანსი? აი სად არის ის იდეალური ოქროს შუალედი? კი, აი სწორედ ეს მომენტია, რომ აი დილის საათებში ავდგეთ, გავიღვიძოთ, თუნდაც სამსახურში წავიდეთ ფეხით და სწორედ ეს 5 წუთიდან 20-30 წუთამდე მაქსიმუმი დავყვამდეთ უშუალოდ მზის ზემოქმედების ქვეშ. სწორედ აი ეს დოზა, ხო, ულტრაისფერის სხივების არ არის საზიანო ორგანიზმისათვის და ის შემდეგ უკვე თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ შეიძლება მზის დამცავის გარეშე 2 საათი, 3 საათი და მეტი, როგორც ვთქვათ, ხდება ხოლმე სეზონურად, ხო, განსაკუთრებით ქალბატონების მხრიდან, ან თუნდაც სოლარიუმში უშუალო ზემოქმედება ულტრაისფერის სხივების ქვეშ, ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელი იქნება. ამიტომ საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა, რა თქმა უნდა, ყველაფერში, მათ შორის მზის ზემოქმედების ქვეშიც. თქვენ დასწრში ახსენეთ, რომ ეს არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი. ისევ საკვებზე დავუბრუნდებით, თუ შეიძლება. საკვების მომზადების წესს აქვს თუ არა მნიშვნელობა? დაუშვათ აი თევზი არ მოვიღოთ, ხო? დაუშვათ ის მოხარშულ მდგომარეობაში, თუ შემწვარ მდგომარეობაში ერთნაირად მოგცემს D ვიტამინის შესაძლებლობას თუ არა? იცით როგორ რაღაც არის? აქ დამატებით არის თქვა შეწვის დროს ტრანსცხიმების ზემოქმედება, იმიტომ რომ ის უკვე დამატებით იწובה სხვაზეთთან ერთად, ხო, შერევა ხდება, იმიტომ რომ თქმა უნდა უფრო ეფექტური და უსაფრთხო ჩვენი ორგანიზმისთვის იქნება მოხარშულ მდგომარეობაში. ასევე ვთქვათ აქვე რო ვახსენოთ, როდის შეიძლება D ვიტამინი მივიღოთ, დანამატის სახით და ეფექტური იქნება. D ვიტამინის მიღება ეფექტური არის უფრო კვებასთან ერთად, ვინაიდან როგორც ახსენეთ არის ცხიმში ხსნადი და შესაბამისად საკვებთან ერთად უფრო უკეთ შეიწოვება და სასურველი ასევე დღის პირველ ნახევარში, ვინაიდან
საკმაოდ საინტერესო კორელაცია არსებობს ძილის ჰორმონ მელატონინსა და D ვიტამინს შორის. ამიტომ უფრო უწევენ ხოლმე რეკომენდაციას დღის პირველ ნახევარში დანიშნოს. თურმე D ვიტამინი მოქმედებს მელატონინზე დამაქვეითებლად, ამიტომ თუ თქვა დღის მეორე ნახევარში მივიღებთ, ეს დაარღვევს ჩვენი ძილის ეფექტურობას, ასე რომ ვთქვათ. და ადამიანები, რომლებიც მაგალითად ცხოვრობენ ჩრდილოეთში, სადაც ვთქვათ უფრო დიდი ხანგრძლივობით არის ზამთრის პერიოდი და ხან მოკლე ვთქვათ დღის ხანგრძლივობა, მათ მელატონინი უფრო მაღალი აქვთ და მაგალითად ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ უფრო მზიან ქვეყნებში და ხანგრძლივი დღით, მათში D ვიტამინი უფრო მაღალია და მელატონინი უფრო დაბალი. ასე ურთიერთსაწინააღმდეგო კავშირი აქვს ერთმანეთთან. აი, დაახლოებით 30 წამი დაგვრჩა და მინდა გკითხოთ ეს კურსი მკურნალობის რამდენი ხნით გრძელდება ხოლმე? თვითონ სამკურნალო კურსი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდება და შემდგომ უკვე გადავდივართ შემანარჩუნებელ დოზაზე. რაც აუცილებლად უნდა შემანარჩუნებელი დოზა ფაქტიურად გააჩნია ანუ ქვეყანას, ხო, ჩემი ცხოვრების წესს, ჩემ თანხლებ დაავადებებს, რაც დასაწყისში ჩამოთვალე, ამის მიხედვით უკვე რა თქმა უნდა განისაზღვრება შეიძლება წლიდან წლამდეც გაგრძელდეს, ან შეიძლება რამდენიმე თვე და მერე მოხდეს უბრალოდ დასვენება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ძალიან საინტერესო ამბები მოვისმინეთ. და გასაგებიენით.